ჩვენ შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ ხშირად გვითხოვს, ხო, იყვნენ ორი პარტიის წარმომადგენლები იყვნენ ძირითადად რელიგიური პარტია ყველა აღთქმის პერიოდში, იმ პერიოდში, როცა ქრისტე მოღვაწეობდა, ესენი იყვნენ ფარისევლები და სადუკევლები და სადუკევლები იმით იყვნენ უცნაური, რომ მოსეს ჯულს ეყრდნობოდნენ, განსაკუთრებულად ხუთწიგნეული იყო მათთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ მარადიული სიცოცხლის, ანგელოზთა არსებობის აღდგომის საერთოდ არ ჯეროდათ. ანუ ეს აბსოლუტურად გაუგებარია, რა რელიგიური ცხოვრებაა, როცა ღმერთი არის, ადამიანი არის და ადამიანის ღმერთთან მარადიული ურთიერთობა არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს ადამიანის მარადიული სიცოცხლე. შეიძლება ეს რაღაც ესეთი უკიდურესად დამახინჯებული ფორმაა ძველი აღთქმის სარწმუნოებისა, მაგრამ მეორე მხრივ, რადგან ისინი ზედმიწევნით იცავდნენ, ნახეთ, ზედმიწევნით რადგან იცავდნენ მოსეს ხუთწიგნეულის მიხედვით, რადგან ზედმიწევნით იცავდნენ ჯულს, ამიტომ მათი არათუ მარგინალიზაცია არ ხდებოდა ძველი აღთქმის საზოგადოებიდან, არამედ ისინი წარმატებებსაც აღწევდნენ და ჩვენ ვიცით, რომ იესო ქრისტეს დროს მღვდელმთავრები მაშინდელი სწორედ სადუკეველთა პარტიიდან იყვნენ. ანაც და კაიაფაც სადუკევლები იყვნენ. საოცრებაა. მარადიული სიცოცხლის არ ჯერათ და მღვდელმთავრები არიან. ისი მღვდელმთავრები არიან, რა არის მათი ცხოვრების მიზანი და ასე შემდეგ. აბსოლუტურად გაურკვეველია. რატომ? იმიტომ რომ ჯულს ზედმიწევნით იცავდნენ, ასოკირკიტულად იცავდნენ ჯულს. აი ხო ჩანს გროტესკული სახეს როგორ იღებს ჯულის კანონის ასოკირკიტული აღსრულება, როდესაც მას სული გამოცლილი აქვს. თუ გინდა საერთოდ არ გწამდეს მარადიული სიცოცხლე, მთავარი გარეგნული წესი ზედმიწევნით შეასრულა. ეხლა რა თქმა უნდა ეს ამაზე აქცენტს იმიტომ ვაკეთებთ, რომ ასეთი ასოკირკიტული დამოკიდებულება ჩვენს გვემუქრება და ჩვენ შეიძლება გადავყვეთ გარეგან რელიგიურობას ისე, რომ მარადიული სიცოცხლის წმენა არ გქონდეს. არა, ჩვენ დღეს სიტყვით ჩვენ შორის არავინ არ იტყვის, რომ მარადიული სიცოცხლე არ არის. ასე პირდაპირ ამის დეკლარირებას არავინ არ აკეთებს. მაგრამ ცხოვრების წესით, როდესაც მთელი ჩემი რწმენა და რელიგიურობა ემსახურება ჩემი მიწიერი ცხოვრების მოწყობას და კეთილდღეობას, ყველაფერი ემსახურება ამას, რომ აქ მივახციო წარმატებას, ვიყო ჯანმრთელი, ყოველთვის ჩემი ლოცვის мотиваცია როცა არის, წარმატება მქონდეს, განსაცდელებისაგან დაფარული ვიყო, ჯანმრთელი ვიყო, განვიკურნო და ასე განსაცდელი დავძლეო, როცა ამით არის მოტივირებული მთელი ჩემი რელიგიური ცხოვრება და არა ცოცხალ ღმერთთან შინაგანი კავშირით, რაც არის მარადიული სიცოცხლე, რომელიც ჩვენში შიგნით უნდა განიცდებოდეს, ხო, მაშინ სიტყვით არა, მაგრამ ჩემი მდგომარეობით, შინაგანი მდგომარეობით მე ფაქტობრივად სადუკეველი.